შვიდობა მოგცეთ აღალმა ღმერთმა, ჩემო ქართველებო. როგორც ხედავთ, ბოლო პერიოდში და არც ისე ბოლო პერიოდში, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო გახშირდა. სახეზე გვაქვს ერთმანეთის მიმართ საშინელი დამოკიდებულება. აგერ არასრულწლოვნებად სემით მოკლეს ახალგაზრდა კაცი. და ეს არ არის ერთი შემთხვევა. მოსწავლეების უპატივცემულო დამოკიდებულება მასწავლებლების მიმართ. აგერ მეორე შემთხვევა კიდე და ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. და საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ხარობს, ზეიმობს. როგი ხარია ეს ცალკე ბოროტება, მაგრამ როდესაც ამას საჯაროდ აფიქსირებ, ეს უკვე რა ვიცი, ამას სახელი აღარ ქვია. რა არის ამის მიზეზი? მე ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი არის, რომ საზოგადოება დაცლილია მორალისგან. მე არ ვიტყვი იმას, რომ მორალური პრინციპები მორღვეული აქ მეთქი, რადგან ეს კიდე რბილი ნათქვამია. თუ კი მხოლოდ მორღვეულია მორალური პრინციპები საზოგადოებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მორღვეული გამოყენება და გასწორება შეიძლება. მადლობა ღმერთს მაშინ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საერთოდ წაშლილია მორალური პრინციპები საზოგადოების დიდ ნაწილში. თუ მივაქცევთ ყურადღებას ასევე ადამიანები, რომლებიც საჯაროდ ხარობენ ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებაზე, მათი უმრავლესობა შეიძლება 10-დან 9 თუ არა 10-დან 8 მაინც არის ქალი. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. რამ გამოიწვია ეს მორალური პრინციპების ასე წაშლა? რა აჩერებს ადამიანს? მოდი ეს ამ კითხვას უპასუხოთ, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული ან ცოდვა, საეკლესიო ტექსტი ცოდვა, სახელმწიფოენით კი დანაშაული. მორალი და პლუს მეორე შიში საჟელის მიმართ. თუ ადამიანს მორალური პრინციპები გააჩნია, მას აჩერებს მორალური პრინციპები და საზოგადოების ყველაზე ბევრი 5%-ია ასეთი, ჩემი აზრით. მაგრამ დანარჩენი მთელი მასა უნდა საერთოდ ასია შიშის გამო არ ჩადის არასწორ ქმედებას. საჯელის შიშის გამო. ჩვენ საზოგადოებაში დიდი ხანია, მეგობრებო, ეგრეთ წოდებული სიტყვის თავისუფლების სახელით მიმდინარეობს რაც მინდა ვაკეთებ პრინციპი, ცხოვრება. თავისუფლების სახელით მიმდინარეობს აღვირახსნილობა. სიყვარულის სახელით მიმდინარეობს გარყვნილება. ჩვენს ქვეყანაში ხო ეს დიდი ხანია ასე ხდება. და რაღა გასაკვირია ამის მერე, რომ საზოგადოებაში წაიშალა მორალური პრინციპები. საჟელის შიში დაიკარგა. დამთავრდა. ხოლო მორალი კი როგორც ვიცით და დამეთანხმებით 5%-ზე ნაკლებს გააჩნია. მორალი ისეთი ხარისხით, რომ მორალი რო გაჩერებს, დანაშაული რო არ ჩაედინო და ცოდვა რო არ ჩაედინო. ესეთი მხოლოდ 5%-ს ქვევითაა ხალხი. ვისი ბრალია? რა თქმა უნდა,
ვინც ძალაუფლებაშია. ბოლო 30 წელიწადი ხდება ეს. მე არ ვიტყვი რომ მორალური პრინციპების მორღვევა მარტო ამ რეჟიმის დროს, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს ეს დაიწყო შევარდნაძის ხელში. მერე დიდი სისწრაფით გაგრძელდა სააკაშვილის ხელში და ივანიშვილის ხელში კი საბოლოოდ ასრულებენ ქართულ გენს, ქართულ სურს, ქართულ მორალს, ქართულ ვაჟკაცობას, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენ სარწმუნოებას. რა არის გამოსავალი? გამოსავალია ვინც კიდე ვართ დარჩენილები ადამიანები, რომლებსაც ტკივა არსებული მდგომარეობა, რომლებსაც აწუხებთ არსებული მდგომარეობა, მათ უნდა იპოვონ ერთმანეთი და ორგანიზებულად უნდა დაიწყონ მოქმედება. რაღაც ის მოლოდინი ქართველებო, ღმერთი არ გაგწირავს, ჩვენ ღვთისმშობელი დაგვიცავს. ამაზე მეტი პარაზიტული განცხადება არ არსებობს. ეს არის ნებაყოფლობითი სიკვდილზე თანხმობა. თუ არ იბრძოლე, გამოსავალი არ გამოჩნდება და ღმერთი დაგვიცავს მაშინ, როდესაც ვიბრძოლებთ, ვიმოქმედებთ და ღვთისმშობელი დაგვიფარავს მაშინ, როდესაც ვიმოქმედებთ. მერთმა დალოცველი განყოფოთ, ჩემო ქართველებო, რათა ყოველ ჩვენგანს გვიყვარდეს საქართველო. მერთმა დალოცველი განყოფოთ, რათა ქართველ ხალხს მიმადლოს უფალმა სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი.